რეაგირება 20 წლის შემდეგ აფხაზეთიდან დევნილმა ოჯახმა საცხოვრებელი ბინა მიიღო. დღეიდან ბენდელიანები თეთრიწყაროს რაიონში აშენებულ კორპუსში იცხოვრებენ. ამავე ტერიტორიაზე კიდევ იძულებით გადაადგილებული 121 ოჯახის შესახლებაა დაგეგმილი. 20 წლიანი გაუსაძლისი ყოფა ბენდელიანების სამსულიანი ოჯახისთვის დასრულდა. აფხაზეთიდან დევნილებმა ბინა თეთრიწყაროს რაიონში მიიღეს. ძალიან მოგწონს ფართი, დიდი მადლობა, მოგცეს ყველაფერი, რაც ოჯახში ჭირდება. ხან სადვათერებით, ხან სად. 8 კვადრატიანი კარგასი, ბეტონის იატაკითა და კედლებით, ასევე დაზიანებული ჭერით, საიდანაც მუდმივად წვიმდა. ეს ბენდელიანების ოჯახის უკვე ყოფილი საცხოვრებელია. აქამდე ხან ერთთან ცხოვრობდი, ხან მეორესთან ცხოვრობდი, სადაც შემეძლო შეკედლება და ვინც შემომიშობდა კარს, იქვე ვათენებდი რამეს. თეთრწყაროში ბინები 121 ოჯახისთვის გარემონტდა. შესახლების პროცესი დევნილთა და განსახლების სამინისტრომ უკვე დაიწყო. დღეს ჩამოვიყვანეთ, ვანახეთ ბინა, გადავეცით, ასევე ჩამოუტანეთ ავეჯი სრულად, რაც ჭირდება ოჯახს. მინდა დავაიმედო ყველა დევნილები, რომ მათ 19 წლის მანძილზე გაუსაძლისი გაუძლეს და გადაიტანეს ურთულესი მდგომარეობა და ეხლა იწყება ის დრო, როდესაც მათი პრობლემები თანდათან და მალე მოგვარდება. რა თქმა უნდა, ასეთივე შანსი აქვს სხვა დევნილებს, მაგრამ სამწუხაროდ ჯერჯერობით მხოლოდ რეგიონებში. თბილისში უსახლკაროდ დარჩენილი დევნილები ხშირ შემთხვევაში უარს ამბობენ რეგიონებში საცხოვრებლად გადასვლაზე, რისი მიზეზიც ხშირად დასაქმების პრობლემაა. დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება. პირველ რიგში პრიორიტეტს სახელმწიფო იძულებით გადაადგილებულთა იმ კატეგორიას მიენიჭებს, რომელთაც საბინაო პრობლემა ჯერ არ მოუგვარებიათ, თუმცა არ არის ცნობილი სად და როგორ დასაქმდებიან თეთრწყაროში ჩასახლებული დევნილები.